მინდა გესაუბროთ დღევანდელ აქციაზე ქართული ახალგაზრდების, რომელსაც სამოქალაქო აქტივობის კლუბი ჩვენ შეუერთდით. აქ არიან წარმომადგენლები ქართული ახალგაზრდების იმ ჯგუფისა, რომელიც აქციას მართავს დღეს და ეს ახალგაზრდები ყველას კარგად ახსოვს მათი აქტიურობა. დღეს 13 საათიდან ვიკრიბებით ყოფილი პარლამენტის შენობის წინ და ქართული ახალგაზრდები შემდეგ თვითონ მოგახსენებენ რა თემაზე იქნება აქცია. ეხლა ორგანიზატორების მხრიდან ჯობია რომ იყოს ამაზე კომენტარი გაკეთებული. ჩვენ პირადად ყველანაირად ვცდილობთ რომ გვერდში დავუდგეთ ამ ახალგაზრდებს. მე პირადად თვითონ 22 წლის გახლა ვარ და მეც ახალგაზრდა ვარ. ანუ მეც მათ გვერდში ვარ. მე პატიმრებთან მაქვს ხშირი ურთიერთობა, ვიყავი კიდევაც შესული და ჩემი ინფორმაციით, ანუ იმ პატიმრებთან, რომლებთანაც მე მაქვს უშუალოდ ურთიერთობა, იმ პატიმრებიდან არავინ არ შიმშილობს. უბრალოდ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც შიმშილობს და როდესაც მექნება მათთან კავშირი და ანუ დაველაპარაკები, შემიძლია კომენტარის გაკეთება. ეხლა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია ამ წუთას. იმიტომ რომ რაც არ ვიცი იმას ვეკითხე. ქართული ახალგაზრდები ვაცილეთ 2013 წელს და 2014 წელს ვეგებებით და მოვითხოვთ ახალი მთავრობიდან, რომ დაიწყოს სააკაშვილის და ზოგადად ნაციონალური მოძრაობის საქმების განხილვა და მათი გასამართლება სამართლებრივად. აქციაზე გვერდებიან ახალგაზრდები, რომლებიც იზიარებენ ჩვენ აზრს, ასევე გვერდება სამოქალაქო აქტივობის კლუბი, რომელსაც ვუხდით მადლობას იმისთვის, რომ დაგვეხვანენ და ყველანაირად გვერდში გვიდგანან და დანარჩენი აქციაზე ვნახავთ დანარჩენს. ეგა დავაბაზე. არა, ინჯი. ამ თემას ჯერ არ გვიმშელია ჩვენ, თუმცა ალბათ შევუერთდებით. ჩვენ ახალგაზრდები დიახ, ბოლო 5 დღის განმავლობაში დავიწყეთ ჩვენ მსვლელობები მთელი საქართველოს მასშტაბით. ვიყავით ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან და მართავდით აქციებს. მიშა დაგჭა 5 დღე, დაგჭა 4 დღე და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ Facebook-ით შევიკრიბეთ ახალგაზრდები ჯგუფიდან, ჯგუფი იყო რაღაც გაკეთებული და იქიდან ჩამოყალიბდით მე რაიონები შეგვეხმიანნენ, რომ ჩვენც გვინდა იქნება ჩამოვბრძანდეთო და აქაც ჩავატაროთ რაღაცებიო და ასე შევიკრიბეთ და ესე დავიწყეთ მოღვაწეობა. დიახ, ახალგაზრდებისგან, სტუდენტებისგან. ნახევარ საზეიმო ვითარებაში იქნება. დიახ, როგორ ყოფილა ახალგაზრდებს ველოდებით, სტუდენტებს ველოდებით პირველ რიგში. გვერდებიან ასევე შუახნის ადამიანები, მოხუცებიც გვერდებიან. დაინტერესება დიდია. დაახლოებით 700 კაცამდე ველოდებით, ან უფრო მეც. არ კერძოდ რომელიმე პოლიტიკოსს რო გვერდებოდეს, მაგას გამოხმაურება არ ქონია. დაახლოებით 1 კვირა ნახევარი. ანუ ეს არის განპირობებული იქიდან, რომ საზოგადოებაში სადაც ჩვენ გვიწევს ტრიალი. საზოგადოების უმრავლესობის აზრი არის ესეთი, რომ დაისაჯოს ეს უკვე ყოფილი ხელისუფლება. აი მიხეილ სააკაშვილის გარდა კონკრეტულად ყველა თანამონაწილე არის, ვინც ამას იზიარებდა, ესწრებოდა, როგორც მინიმუმ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა და თავისთავად ყველა, ვინც მათ ჯგუფში შედიოდა. კი ბატონო, დავიწყოთ 2007 წლიდან იგივე პოლიტპატიმრების თემა შეგვიძლია შევეხოთ.
მკვლელობები ქუჩაში შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ეს არის როგორი თემა არის, თუ აი ფიზიკურად 20 თვით რო ქონდეს ადამიანის ხელებზე, მაინც არ ეყოფოდი ჩამოზაფრენად და აქედან გამომდინარე დაინტერესდა საზოგადოება იმით, რომ უნდა დაისაჯოს თუ არა და საპოლიტიკო ჯამში მივედით იმ აზრამდე, რომ ჩვენ ვითავოთ ეს ორგანიზება გაუწიოთ ამ დღევანდელ დღეს და შევასრულოთ ესე ვთქვათ საზოგადოების დაკვეთა. დავამატებდი რომ ესეთი რეჟიმის შემოქმედ ადამიანთან მგონი გამოძიებას ისედაც უნდა კონდეს რაღაც კითხვები. ამას არ ჭირდება კონკრეტული საქმის ჩამოთვლა, თუნდაც ზურაბჟვანიას კვლევებიდან დავიწყოთ, საგრეგულიანი საქმე ავიღოთ, თუ რატომ შეიწყალა კვლევები პრეზიდენტმა, რატომ მოხდა მუხლის გადახალისება, რატომ იყვნენ ეს ადამიანები ისეთ კომფორტში, რატომ გადიოდნენ ციხიდან გარეთ და სპეცოპერაციებს რატომ ატარებდნენ. უამრავი საქმე არის და მე ამიტომ შევვარდი ამ ახალგაზრდების მოთხოვნას, რომ იგივე აზრზე ვარ და იგივე ვიზა პატარაობიდან მეც ამ აზრზე ვარ. საქმეების შემთხვევას მოგვითხოვთ და ეს არ არის.